იცით რა მაინტერესებს და ეს ერთგვარად ბოლო შეკითხვა არის ალბათ ჩვენი გადაცემის. იმ მოლოდინებიდან, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში ჰქონდათ, სტუდენტობის ბოლოს ჰქონდათ, დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ არსებობდა, რა მოლოდინები გამართლდა, რა ვერ შესრულდა და ზოგადად თქვენი აზრით რამდენად გამოგვადგა დამოუკიდებლობა. ისეთი როგორიც მივიღეთ. ფაქტი ერთია რომ არა 91 წლები ჯერ რეფერენდუმი და შემდგომში უკვე არჩევნები საქართველოს დამოუკიდებელი არ იქნებოდა. როგორ განვითარდებოდა მოვლენები ღმერთმა უწყობს. ძალიან ძნელია წინასწარ მისი თქმა. მაგრამ ის რომ აგერ როცა შვილი ბუში იყო ჩამოსული, როცა ჩამოიყოლა სააკაშვილმა და ის ღიად გამოდის შეხვედრაზე და აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ახსენებს რომ ეს არის 1991 9 აპრილის საფუძველზე და შენაგერ ხელისუფლება დღემდე რატოღაც აკეთებს იგნორს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს არ აღნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ გინდა რომ ეს იყოს გლოვის დღეთ და საუბრობ 26 მაისზე როგორც დამოუკიდებლობის დღეზე ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის პირადად. ანუ დღესაც კი ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას. რასაც მართლა დამოუკიდებლობა ქვია. თუ კი შენ ამას არ ებრძვი და შენი სურვილი არის რომ საქართველოს მართლა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ სრულყოფილად, იურიდიულად, მორალურად დაარქვი ყველაფერს თავის სახელი და შენ ახალგაზრდა გაზარდე, ისე როგორც უნდა გაზარდო ნამდვილი ქართველი და ისტორიას მოასწავლე გაყალბებულად. ისტორიას დღეს საქართველოს ისტორიას სკოლებში რომელსაც ჩვენ ნახავთ მე ინსტიტუტში, იქ ისტორია არის გაუკუღმართებული დაწერილი. იქ ისტორია არის დაწერილი ისე რომ იქ არცად არ ჩანს. ზვიად გამსახურდია ვინ იყო, როგორ იბრძოლა, რა დამსახურება ჰქონდა, როგორ მოხდა მისი საქართველოსთან განდევნა. იქ ეს ყველაფერი არ წერია. იქ როცა გმირი არის ადამიანი იმაზე არაფერს არ წერ და კაცი რომელიც არის ქვეყნის მოღალატე იმას არავინ δεν წავ. მაგრამ ამის ფონზე ძალიან რთული არის უკვე ილაპარაკო თუ საქართველოს დამოუკიდებლობას როგორ უყურებ დღეს. და ძალიან ბევრი გამოდის დღეს ახლა ცოცხლებზე აღარა მაქვს საუბარი, ლანა ღოუბერიძეზე აღარა მაქვს საუბარი, შენგელაევზე აღარა მაქვს საუბარი, დღეს ცოცხლებზე მაქვს საუბარი, რომელიც ღია პუჩისტი იყო, ღიად გამოდიოდა და საზოგადოება მასიურად უჭერს. ხა ზინათზე აღარა მაქვს საუბარი. ეს ხო რეალობაა ჩვენ გარშემო რომ დღეს საზოგადოება ამ 30 წლის მანძილზე ვერაცნობიერებს რომ რა მოხდა ამ 30 წლის წინ. ეს იმიტომ რომ დღემდე ინფორმაცია სრულყოფილი არ გვაქვს და დღემდე ჩვენ ფაქტიურად მაინც ამ ტელევიზიების და ამ ეგრეთ წოდებული ან რაც Facebook-ზე ედება იმის ხარჯზე აი აქამდე მოვედით რომ ჩვენ ვერ ხვდებით თუ რამხელა პრობლემა შეიქმნა თავის დროზე. ჩვენთვის ის გმირები რომლებიც თავის დროზე 100,000-ობით რო გამოდიოდა და ჩახოცეს იმ 2 თებერვალს როცა გამოვიდნენ დიდუბის მეტროსთან და შემდეგ უკვე ცირკთან და არაერთი და 2 ადამიანი ათეულობით ქართველი დაიღუპა ხო? რომელიმე სახელი გვარი ვიცი? სადმე ნახსენებია და რომელიმე გმირის სტატუსი მიცემული აქვს? რომელიმე ოჯახიდან ჩვენ მივსულ ვართ, ოფიციალურ ხარისხზე მაქვს საუბარი და ჩვენ გვითქვამ სიტყვით მაინც რომ იმ ხალხმა თავი გაწიდეს მაშინდელი საქართველოსთვის რაღაც დამოუკიდებელი საქართველო ერქვა? ჩვენ ხო ამას არ ვაკეთებთ დღესაც. ჩვენ ხომ დღეს ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ ხელისუფლებას თუ გვინდა რომ რეალურად დავანახოთ დღევანდელ ხელისუფლებას ხალხს რომ ჩვენ მართლა ვფიქრობთ ყველგან საქართველოზე დააფასე ეს ადამიანი რომელმაც თავი გაწიდა ქვეყნისთვის. დააფასე სიტყვით მაინც აღარა მაქვს საუბარი დანარჩენზე. სიმართლე უთხარი საზოგადოებას. ახალგაზრდა გაზარდე ისე როგორც უნდა იზრდებოდეს ჭეშმარიტ სიმართლეზე აღზრდილი. და აქედან გამომდინარე ვილაპარაკოთ ჩვენ ყოველ დღეს და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ ვილაპარაკოთ მხოლოდ დოზირებული სიმართლე. ვილაპარაკოთ ის სიმართლე რაც ჩვენ რაღაც დონეზე გვაწყობს და იმის იქით უკვე რატომღაც თავს ვიკავებთ. ვამბობთ ადან ვთქვათ ბემდე და ადან ხოემდე არ გვინდა თქვა და რატომღაც ვცდილობთ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე მოვიდგოთ თორე. დღესაც ახლა გინდაც ოპოზიციაში, გინდაც ხელისუფლებაშიც საკელაგვარებს აღარ ჩამოთვლი. რამდენი არის პუჩისტი დღეს რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მაშინდელ საქართველოს დამხობებში. ეს ხო რეალობაა, ფაქტია. და შენ როცა მაშინ იარაღით გამოდიოდი და ქართველი კაცი ქართველს კაცს ესროდა და შენ ამ ქართველი კაცის დახოცვას ამართლებდი და იღებდი მონაწილეობას. მე არა მაქვს საუბარი უკვე თქვათ
გაანტყუნებ თუ არა, როგორ ამართლებდი ამას ყველაფერს. შენ ახლა დღეს მე როგორ დაგიჯერე? გინდა ოპოზიცია დავარქვა და გინდა პოზიცია. მე ვერ დაგიჯერე. ამიტომ ახალი ფურცელი მინდა მე. მე მინდა ის კაცი, მე მინდა ის ზალა, მე მინდა ის სიმართლე, რომელიც იქნება ხალასი, რომელიც იქნება სულთა, რომელიც შენში დარწმუნდა ბოლომდე და თუ თქვენ ვერ მოახერხეთ, ხომ ხვალინდა საქართველოს ლაბარაკი ზედმეტი არის. ასე გაგრძელდება ისე. ჩვენ ვერ გამოვართ ამ წმიდან. იმიტომ ჩვენ ატომღაცზე თავს ვიყავებთ, ბოლომდე ვთქვათ საქმელი და სანამ თავს შევიყავებთ და არ ვიტყვით, მანამდე საქმელს მე იმ საქმელს საქმე უნდა მოყვეს და საქმე საიდან იქნება, თუკი ჩვენ რეალობასაც შევხედეთ და თვალე არ გაუსწორებთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო